ვაქცინების შესახებ მონაცემების დამალვის გამო ევროპის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენს პასუხისმგებლობა დააკისრა. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს. ვერდიქტი ევროპის სასამართლომ გამოიტანა, რითაც დააკმაყოფილა ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტების სარჩელი, რომლებიც ითხოვენ ფონ დერ ლაიენის მიმოწერის გამოქვეყნებას კომპანია Pfizer-ის გენერალურ დირექტორთან. ამ მიმოწერაში საუბარია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვების დეტალებზე. რეკორდული მოცულობის კონტრაქტი 35 მილიარდ ევროზე გაფორმდა კონკურსის გარეშე. ფონ დერ ლაიენის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე საეჭვო საქმეების შედეგად. ევროკომისიის თავმჯდომარის ოპონენტები მის მოტივებზე და მომავალზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ევროპის სასამართლოსთვის სურათი ცხადი და გამჭვირვალეა. არსებობს ევროინსტიტუტების წესები, რომლებიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამოქმედდა და რომელთა თანახმად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა არ შეიძლება, მაგრამ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, როგორც ჩანს, კანონი არ მოქმედებს. ნიუ-იორკ ტაიმსმა წარადგინა შესაბამისი თანმიმდევრული მტკიცებულებები, რომლებიც აღწერს მიმოწერის არსებობის ტექსტური შეტყობინებების ფორმით ევროკომისიის თავმჯდომარეს და Pfizer-ის გენდირექტორს შორის პანდემიის დროს კომისიის მიერ ამ კომპანიის ვაქცინის შესყიდვის კონტექსტში. ასეთ სიტუაციაში კომისია უბრალოდ ვერ განაცხადებს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები არ აქვს და უნდა წარმოადგინოს ის დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას და სასამართლოს, თუ რატომ შეიძლება ეს დოკუმენტები არ იძებნებოდეს. ფონ დერ ლაიენის ადვოკატები წინააღმდეგობრივ ჩვენებებს იძლეოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზაციის შიგნით ყველა ჩინოსანს მოუწოდებდნენ მესენჯერში გამოეყენებინათ შეტყობინებები, რომლებიც მალევე წაიშლებოდა. ამიტომ კომისიის თავმჯდომარის მიმოწერა აღარ არსებობს ანის შემთხვევით წაშალეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება პანდემიის პიკში ევროპის ბაზარზე უმსხვილეს 35 მილიარდ ევროიან გარიგებას ამერიკულ ვაქცინაზე, რომელიც იმ მომენტისთვის გამოცდილი არ იყო და ამ ვაქცინისთვის ევროპის ბაზარზე ზესწრაფ წვდომას მისცემდა. ოპონენტები ამბობენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გარდა იმისა, რომ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესები, ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ევროკავშირის კანონმდებლობით უგრულებწყობით მიიღო. ერთ-ერთი ვერსიით ის ამ გადაწყვეტილებით საკუთარ მეუღლეს დაეხმარა, რომელიც, როგორც გაირკვა, ბიოტექნოლოგიური კომპანიის სამედიცინო დირექტორია. ეს კომპანია ამუშავებდა COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, თანამშრომლობდა Pfizer-თან და საკუთარ ანგარიშებში აღნიშნული აქვს, რომ იმავე პერიოდში შემოსავლები 363%-ით გაეზარდა. შესაბამისად, გავრცელდა ხმები, რომ საქმე ოჯახურ შეთქმულებას ეხება. მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა სამუდამოდ შელახოს ევროკომისიის მოქმედი თავმჯდომარის რეპუტაცია. მას ისედაც აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ ავლენდა ძალაუფლების ცენტრალიზების ტენდენციას ორგანიზაციის შიგნით. გაურკვეველი რჩება, თუ რატომ თავისუფლდება კომპანია მთელი იურიდიული პასუხისმგებლობისგან ვაქცინაციაზე და რატომ ეკისრებოდა ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის ქვეყნებს მათი თანხმობის გარეშე. შეესყიდათ ვაქცინები 2027 წლამდე. დღეს ამ მილიონობით დოზაზე მოთხოვნა აღარ არის და შესაბამის სამსახურს მათი განადგურება უწევთ. ბუდაპეშტმა ევროკომისიის ხელმძღვანელს უჩივრა, კერძოდ შარშან იმავე ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალობის ნორმები კონტაქტის ნაწილში დაარღვია. უნგრეთის მთავრობა მოუწოდა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისიას პატივისცენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და გამოაქვეყნონ ინფორმაცია ევროკომისიის თავმჯდომარის და კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელის კომუნიკაციაზე ვაქცინების შესყიდვისას. რა ფინანსურ თემებს განიხილავენ ისინი, რატომ გადაიხადა ევროკომისიამ ამ ხელათანხა და რატომ ვერ ხდებოდა ვაქცინაცია ევროპაში. ფონ დერ ლაიენის რეპუტაცია ისედაც ჩერყეულია. მას არ უყვარს მმართველობის ავტორიტარული და ხისტი სტილისთვის კრიტიკის მოსმენა. მიდრეკილია ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისკენ და ბრაზის გამო, რითაც ის კრიტიკაზე რეაგირებს. კულერებში დედოფალს უწოდებენ. მოწინააღმდეგეების თქმით, ბრუსელში ის ლუი მე-14-ით იქცევა. ურსულა ფონ დერ ლაიენი დაიბადა ერთ-ერთი პირველი ევროპული ჩინოსნის ოჯახში, რომლის ფესვებით შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი მონათმფლობელური დინასტიიდან მოდის. განათლებით ის ექიმია და პოლიტიკური საქმიანობა 43 წლიდან დაიწყო. პოლიტიკოსის რეპუტაცია ჩრდილს აყენებს არამხოლოდ თანხების გაფლანგვასა და კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალის საიდუმლოებითაა მოცული ევროპარლამენტის
დეპუტატის მიშელ რევაზის მოულოდნელი გარდაცვალება, რომელიც აქტიურად მოითხოვდა Pfizer-ის და ევროკომისიის თავმჯდომარეს შორის კავშირის გამოძიებას. მუქარებს იღებდა ევროპარლამენტის ყოფილი ლობისტი ფრედერიკ ბალდანიც, რომელიც ფონ დერ ლაიენს სასამართლოში უჩივლა. ევროკომისიის მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სახელმწიფოს ფუნქციებში ჩარევის, SMS შეტყობინებების განადგურების და კორუფციის გამო. კომისია მაშინ აქცენტს სისხლის სამართლის დევნისგან ფონ დერ ლაიენის იმუნიტეტზე აკეთებდა. ამ საქმის განხილვას მაშინ ასობით ფიზიკური პირით შეუერთა, მაგრამ რამდენიმე თვეში საქმე დახურეს. შემდეგ ფორმულირებით მომჩივანი პირადად არ დაზარალებულა. შესაბამისად, მათ სასამართლოსთვის მისამართად არ აქვს საკმარისი იურიდიული ინტერესი. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ ტრამპების საოჯახო ბიზნესი სწრაფად მდიდრდება. New York Times-ის თანახმად, მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში ტრამპის კომპანიამ არანაკლებ 2 მილიარდი შემოსავალი მიიღო. ოჯახი ყველა სფეროში ფულს აკეთებს, დაწყებული უძრავი ქონებიდან და კრიპტოვალუტიდან, დამთავრებული კერძო კლუბებით და საპრეზიდენტო თვითმფრინავებით. კრიპტოვალუტა ტრამპი, რომელიც უმცროსმა ტრამპმა შექმნა და მართავს, იყიდება როგორც კოლექციური აქტივი. მყიდველები იღებენ ისეთ ბონუსებს, როგორიცაა ვახშამი ტრამპთან და ექსკურსია თეთრ სახლში. იმავდროულად კრიპტო პლატფორმაში World Liberty Financial, რომელიც ტრამპის ოჯახთანაა დაკავშირებული, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დამატებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. გარდა ამისა, კატარი ტრამპის ბრენდის ქვეშ 5,5 მილიარდი დოლარით აფინანსებს დიდრული გოლფ კურორტის მშენებლობას. საუდურმა ფირმამ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ხელისუფლებასთან დუბაიში ტრამპთა უერში, ინვესტიციის სახით 1 მილიარდი დოლარი ჩადო. პარალელურად შენდება სასტუმროები და გოლფ კლუბები ტრამპისთვის საუდის არაბეთსა და ომანში. ბელგრადში ყოფილი თავდაცვის სამინისტროს შენობა, რომელიც ნატომ დაანგრია, ახალი ტრამპ ოტელის მშენებლობისთვის ტრამპის სიძეს გადასცეს. ასევე კატარი აპირებს ტრამპისთვის საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბოინგი 747-ის ჩუქებას, რომლის ღირებულებაცაა 400 მილიონი დოლარი და რომელიც ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ბიბლიოთეკის ბალანსზე დარჩება. თუნდაც ყველა ეს გარიგება, რომ ფორმალურად ლეგალური იყოს და ცნობილია, რომ აქტივები მის შვილებზეა გაფორმებული, ყველა ახალი კონტრაქტი აძლიერებს ეჭვებს და ჩდება კითხვა, სად მთავრდება ბიზნესი და სად იწყება გავლენა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა პოლონეთში რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯორჯ სიმონის ვიზიტს. თავისი ვიზიტის დროს ჯორჯ სიმონმა, რომელმაც უკვე გაიმარჯვა რუმინეთში არჩევნების პირველ ტურში, მხარი დაუჭირა პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატ კაროლ ნავროცკის, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი ორივე იზიარებენ ევროპის იმხედვას, რომელიც ნაციონალურ ფასეულობებს ეფუძნება და ორივე წინააღმდეგია ევროკავშირის ცენტრალიზაციის და მათი ქვეყნების ევროკავშირში მხედრობად გადაქცევის. რუსეთი ხარობს. ნავროცკი კი მისი პრორუსი რუმინელი კოლეგა ჯორჯ სიმონი ერთ სცენაზე დგანან პოლონეთსა და რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე. ყველაფერი გასაგებია, დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში. ოდნავ მოგვიანებით სიმონმა პოლონეთის პრემიერს უპასუხა იმით, რომ გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომელზეც დონალდ ტუსკი დგას ვლადიმერ პუტინის გვერდით და ასეთი მინაწერი გაუკეთა. ამ ფოტოზეა პუტინის კაცი პოლონეთში. მთელმა ევროპამ იცის ამის შესახებ. აღარავის ჯერა შენი ტყუილის და ფარისევლობის დონალდ. საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 18 მაისს გაიმართება. კაროლ ნავროცკი ამ არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია. უკრაინული სპეცსამსახურები ატარებენ კოორდინირებულ კამპანიას, რათა ჩაშალონ უნგრული რეფერენდუმი კიევის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრა ვიქტორ ორბანმა. ჯაშუშური სკანდალი ესაა უკრაინული სპეცსამსახურების ოპერაცია, რომელსაც ისინი უნგრული ოპოზიციის აქტიური მხარდაჭერით ატარებენ. მათი მიზანია ჩაშალონ კენჭისყრა კიევის ევროკავშირში წევრობაზე. ასეთი რამ არ ახსოვს კაცობრიობის ისტორია, განაცხადა ორბანმა თავის მიმართვაში. უნგრეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ რეფერენდუმს ბოლომდე მიიყვანს, რადგან ვერც ბრიუსელი და ვერც კიევი ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას უნგრელების გვერდისავლით. უბრალო ამერიკელებს დღემდე სჯერათ, რომ მათი სახელმწიფო გულუხვად ეხმარება გაჭირვებულ ხალხებს. სინამდვილეში შეერთებული შტატების მოქმედებებში არ არის გულუხვების და სულუგრძელობის არც ერთი წვეთი, ხოლო ცინიზმი რამდენიც გინდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა. ამის შესახებ ამერიკან კონსერვატივი წერს.
შეერთებული შტატები პოლიტიკური და კულტურული ელიტა იყენებს ერის გულუხობისკენ მიდრეკილებას და მოტყუებით აფინანსებენ საქმიანობას, რომელიც გულუხობისგან დაცლილია და ხშირად პირიქით დამანგრეველი. მართველი ელიტა ავრცელებს ტყუილს იმის შესახებ, რომ მთელ მსოფლიოში სიკეთეს თესავენ და ფაქტობრივად შეუცვლელი ერია. ამერიკელები იწყებენ იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ ისტორიები ამერიკული საგარეო პოლიტიკის შესახებ ტყუილია და რომ ეს პოლიტიკა სულაც არაა სასურველი და კეთილი. ჩვენ რომ მართლაც გვინდოდეს ტერორიზმის შეჩერება, ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს ასეთი ჯგუფების დაფინანსების და შეიარაღების ჯგუფების დაფინანსების შეწყვეტა. ასევე ეგრეთ წოდებული მეგობრობისთვის მოთხოვნა შეწყვიტონ მათი დაფინანსება და იარაღით მომარაგება. წერს სტატიის ავტორი, ამერიკული იდეების ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი უმცროსი ჯორჯ ონილი.